არ ვარ საქართველოში. ბავშვი უნდა მომენათლა მეგობრის და შესაძლებელია გაქრისტიანდეს. ორი ნათლია უნდა ყოფილიყავით. ერთი საქართველოშია და ჩემი სახელის ჩაწერა რომ მოხდეს. ჯვარი რომ მეუტანოს ჩემმა ძმამ და პირსახოცი და ჩემს მაგივრად იყოს იქ და თუ შეიძლება. რა უნდა გავაკეთო საქართველოში დაბრუნებისას. ზოგადად ახლა მე მაინც და მაინც არა ვარ, მე ვინა ვარ, მაგრამ მე არა ვარ იმის მომხრე, რომ ერთი საქართველოში იყოს, მეორე ამერიკაში თუ გერმანიაში და ნათლიათ ეს მოიხსენონ და ჩაწერონ. მაგრამ თუ ისეთი შემთხვევა, რომ იმ მომენტშია უბრალოდ იქ და მერე უნდა ჩამოვიდეს და აქ იცხოვროს ნათლიამ და ნათლულთან უშუალო კავშირი და ურთიერთობა ჰქონდეს, მაშინ შეიძლება ხდება მოკლედ ესეთი რამე, რომ ჩააწერინე მარტო იქ ჩაწერა კი არ არის, თვითონ ნათლობის დროს ლოცვაშიც მოიხსენიებენ ნათლიას. ახლა მისი ძმა იქ დადგება თუ არ დადგება, ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. იქ ერთი ნათლია ხო არის და ამ უცხოეთში მყოფსაც მოიხსენებენ. და იმ შემთხვევაში იქნება ეს გამართლებული, თუ ეს ადამიანი აპირებს საქართველოში ჩამოსვლას და თავის ნათლთან ახლოს ყოფნას. რომ მიიყვანოს ტაძარში, აზიაროს, აი რა უნდა გააკეთოს, უნდა მას ასწავლოს ქრისტიანობა. ნათლია, აი ესე იგი ღმერთს პირდება. პირდაპირ აი ნათლობაში არის ეს მომენტი, რომ ღმერთს პირდება ამ ბავშვის მაგივრად. რომ მე განვეშორები ეშმაკს, ყოველ მის ცოდვას, ყოველ მის საქმეს და შეუდგები ქრისტეს, ანუ გავყვები ქრისტეს. და ეგ იმას ნიშნავს, რომ ღმერთს ესე იგი შეპირდა, რომ მე ვარ უფალო იმის გარანტი, რომ ეს ბავშვი იქნება ეკლესიურად მაცხოვრებელი, რომ რწმენით იცხოვრებს. მე ვარ ამის პასუხისგებელი. აი მშობელის მიმართაც და უპირველეს ყოვლისა ღვთის მიმართ და ამ ბავშვის მიმართ. აი ეს არის, აი მაგრამ ჩვენ ზოგიერთი ნათლია, ესე იგი ისე მოდის და ისე მიდის, რომ ვერც კი ხვდება რა პასუხისგებლობის წინაშე დგას. და მე ყოველთვის აი ვცდილობ ხოლმე, რომ ავუხსნა. რომ აი ამ პასუხისგებლობის წინაშე დგეხარ. მე ის შეასრულებს, არ შეასრულებს, მე ხარ კონტროლიორი ხო არა ვარ, სად უნდა გავყვე და თუ შეასრულებს ხო მისთვის კარგი და თავისი ნათლულისთვის და თუ არ შეასრულებს, ყოველ შემთხვევაში უნდა ეცადოს. თორემ ჩვენ ახლა ყველას გვიჭირს ნათლულებზე ზრუნვა. ყველას გვიჭირს, მაგრამ ერთია რომ ცდილობ და გიჭირს და მეორეა რომ არ აცდილობ. აი ეს უცხოეთში მყოფი თუ აპირებს რომ ჩამოვიდეს და მე იზრუნოს თავის ნათლულზე, ძალიან კარგია და თუ აპირებს რომ არ ჩამოვიდეს და ახლა 5 წელიწადში ერთხელ უნდა ჩამოვიდეს მარტო, მე ვფიქრობ რომ ჯობია საერთოდ ნათლიობისგან თავი შეიკავოს.